დღეს ჩვენი გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ლევან მამალაძე, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და მინდა ვისაუბროთ რეგიონზე. კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს მოლაპარაკებები გაიმართა აბუ-დაბიში, თუმცა მხარეები ამბობენ, რომ შუამავლები არ სჭირდება და შუამავლების გარეშე საუბრობენ, მაშინ საინტერესო რატო შეირჩა აბუ-დაბი, მართლა იბადება კითხვები, მართლაც არიან თუ არა ისინი დამოუკიდებლები, ვინ მოიაზრება მათ უკან, როგორც სომხეთის ასევე აზერბაიჯანის, რა ძალები და ცხადია ეს ძალები რა გავლენას მოახდენენ რეგიონში შესაბამისად საქართველოზე. მანამდე კი მინდა ერთ რამეს გავამახვილო ყურადღება. ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი ფაქტობრივად ყარაბაღის კონფლიქტით და ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებით და მანამდე სამწუხაროდ აი ამ კონფლიქტებით ფლობდა ბერკეტებს ზემოქმედების მთლიანად სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ამ სამივე სახელმწიფოზეც და მთლიანად ვთქვათ რეგიონის პოლიტიკაზე გამომდინარე ამ სახელმწიფოების მოკავშირეებთან თუ მათ უკან, ანუ იგულისხმება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი მდგომ ქვეყნებთანაც. ახლა ფაქტობრივად ეს ერთი ბერკეტი, როგორც იყო ყარაბაღი, გამოეცალა რუსეთს, რომელსაც ძალიან ეფექტიანად იყენებდა ის. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მე ამას არ ვამბობ გაკილვით, რომ აი რა ცუდია. ყველას თავისი ბერკეტი აქვს, რუსეთს აქვს ეს ბერკეტი, თქვათ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა ბერკეტი. ეხლა დარჩა ვთქვათ ჩვენი უკაცრავად ჩვენი ეს არაღიარებული და რუსეთს მე აღიარებული სეპარატისტული რეგიონი და შესაბამისად ჩდება საკითხი. ახლა ჩვენ მოვიაზრებით ვთქვათ იმ ძალად, რომელმაც შეიძლება თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და თავისი პრობლემები გადაწყვიტოს და ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად გავხდეთ რუსეთის მოკავშირეები, ანუ ჩავანაცვლოთ სომხეთი. ანუ სიტუაციის ცვლილების მიხედვით, ხო გესმით, იცვლება დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა თავიანთ მტრებთან და პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან და აი ამ ჭრილში რომ შევაფასოთ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება და რა ბერკეტები აქვს რუსეთს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შესაცვლელად და ასევე ირანსაც, რომელიც ძალიან შევიწროებულია კავკასიაში თურქეთის და როგორც ამობენ მის უკან მდგარი ბრიტანეთის პოლიტიკური გეგმების გამო. მადლობა. მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუდიას, მსმენელებს, ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი სტუდიის შექმნა, Georgian Times-ის ახალი მისამართი და ეს სიახლე როგორც ვთქვათ, ინტერიერში ასევე თქვენს საერთოდ პროცესზე რომ დაეთყოს და მინდა რომ ეს სიახლე მთლიანად თქვენ შინაარსობრივათაც ესე იგი იქნეს გადმოტანილი მუშაობაში. მე ვფიქრობ თქვენ ერთ-ერთი ესე იგი განსხვავებული ტელეკომპანია ხართ, საერთოდ მედია გაერთიანება, რომელსაც აქვს გამოკვეთილად ესეთი არაპოლიტიკურად მიდრეკილი პოზიციის დაფიქსირება და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა თქვენ კითხვები რომელიც დასვით ძალიან მოცულობითი არის ეს კითხვები და მე მინდა გითხრათ რომ ეტაპი აი ნაწილ-ნაწილ ესე გავცეთ პასუხი, ჯერ დავიწყოთ ალბათ. ხო, ჯერ დავიწყოთ ალბათ ჩვენს გარშემო რა ხდება და დაუბრუნდეთ შემდგომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ესე იგი, ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც მინდა ვთქვა, რომ ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ აი თქვათ ხშირად ვზივართ სპეციალისტები და მოდელირებას ვაკეთებთ სიტუაციების სხვადასხვა ვითარების სიმულირებას ვაკეთებთ და აი რა პროცესი შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება ამას მოყვეს და ამითავართ ეხლა ანალიზი, სწორედ ამის საფუძველზე კეთება ყველა ვარიანტის, ყველა სცენარის მოდელირებას როცა გააკეთებ და იცი ამ შემთხვევაში როგორ მოიქცე, ხო? ამიტომ სწრაფად იცვლება ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ გეოპოლიტიკური აი რო იტყვიან გარდატეხა ჯერ არ არის დასრულებული, აი რაღაც გადალაგების ფაზაში არის შესული. ამას ალბათ შარშანდელი პერიოდის მანამდე სიტუაციას და ეხლაც რაც ხდებოდა ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აი პროცესები ჯერ არის დასრულებული კი არა, ეხლა იწყება, უნდა ითქვას. ხა თუ კი ავიღებთ რეალურ მოცემულობას, რომელიც გვაქვს, ხო? რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს იგივე ამ შემთხვევაში ჩვენ ვსჯელობთ სამხრეთ კავკასიაზე, კავკასიის რეგიონზე, სამხრეთ ნაწილზე, სადაც
სამი ქვეყანა შედის, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. გავლენების სფეროთ ესა, თქვათ, ძალის ცენტრები, როგორც ქვია, ეს არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, ეს რომელიც პირდაპირ მომიჯნავი არის აი ამ კავკასიური რეგიონისა და ასევე მსხვილი ქვეყნები, რომელთა ინტერესებიც ასევე იკვეთება. ეს არის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი და ინდოეთიც არის გამოჩენილი, მინდა გითხრათ, აი ბოლო პერიოდში. ასე რომ აი ამ შუა დერეფანში ქარტეხილების, ესე იგი, მოზღვავებას კიდე უნდა ველოდოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური გადალაგება დასრულებული არ არის. ხა რა სიახლეები წარმოიშვა? საერთოდ თუ კი ამას განვიხილავთ, ჩვენ უნდა შევხედოთ ყარაბაღის ომის დასრულებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ რა რეალობა შეგვექმნა ჩვენ. რეალობა არის შემდეგი, ერთი რუსეთის პოზიციები დასუსტდა, პირდაპირ უნდა ითქვას. ეხლა ამას თავისი გარემოებებიც აქვს, თავისი მიზეზებიც აქვს, ამას ჩავყვეთ ძალიან ბევრ დროს დავკარგავ თამაში, მაგრამ რუსეთის პრობლემა უფრო მეტად ჩვენი პრობლემაც არის ამაზეც გავუსვებთ ხას. ანუ რუსეთის პოზიციები გარკვეულწილად დასუსტებულია და როგორ არის იცით, ვიღაცა თუ სუსტია, მე უფრო სხვა შემოდის. ანუ ადგილი ცარიელი არადროს არ რჩება და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში ისტორიულად ესე იყო. ანუ მოთამაშეები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ აი ეს იმპერიების ინტერესები იგივე სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის ფიქსირდებოდა. ამიტომ რუსეთის მომენტი როგორც კი შესუსტდა, თურქეთის გაძლიერდა და უფრო გაძლიერდა თურქეთის ბოლო პერიოდში, როცა ირანით შესუსტდა. აი ამ დაბომბების შედეგად, ისრაელთან დაპირისპირების შედეგად, ირანს თავისი პრობლემები გამოუჩნდა, სხვა იგივე რუსეთისა და იგივე ირანის გამოსვლა ერაყიდან და თურქეთის შესვლა. ეს ხო ვიცით, ახლა ერაყი დღეს კვაზი, ბოდიში სირია არის დღეს აი კვაზი სახელმწიფო, რომელსაც ნუ პირობითად შეიძლება სახელმწიფო დავარქვათ, იქ რაღაც გამოკვეთილი ლიდერები არიან, შიდა დაპირისპირებები აქვს, ისრაელმა ნაწილი დაიკავა, რუსეთი, ირანი გამოვიდნენ იქიდან და დანარჩენი ნაწილს აკონტროლებს თურქეთი. ანუ იქ თურქული მოსახლეობაც იყო და უფრო მეტსაც აკონტროლებს. ამიტომ აი თურქეთის გაძლიერება მოხდა, რუსეთისა და ირანის თქვა გასვლის და დასუსტების, გავლენის დასუსტებისგან გამომდინარე და ბოლო პერიოდის მომენტი, კარგად უნდა მივაქციოთ ყურადღება განსაკუთრებით, ესე იგი თურქეთის და აზერბაიჯანის ტანდემის შედეგად რეგიონში ცოტა სხვა რეალობა ჩამოყალიბდა. ახლა აქ ალბათ გახსოვთ თქვენ როგორ იყო დაპირისპირება იყო, იქ თვითმფრინავი ჩამოვარდა, იმაში ჩეჩნეთში გახსოვთ იქ მოხდა ესე იგი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა და ხალხი დაიხოცა და ეს პროცესი დასრულებული არ არის, ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ამან დაძაბა ერთი მომენტი. მერე აი ამ თურქეთის გაძლიერების ფონზე, მე ხა ჩემ ვერსიას გეტყვით, რომელიც გარკვეულ რაღაც საფუძვლებს ეყრდნობა, იქ იყო რუსეთის ძალიან უხეში ჩარევა და ეს პირდაპირ არ ჩანდა, უხეში ჩარევა იყო აზერბაიჯანში რაღაცა დაწყებულიყო აი პოლიტიკური პროცესები და საკმაოდ ესეთი აი უხეში ფორმით და ამ უხეშ ფორმას უპასუხა პრეზიდენტმა ძალიან ასევე უხეშად და აუპატიმრეს ხალხი ალიევმა და ჩვენ რასაც ტელევიზიით უყურებთ ეს არის ფონი. ეხა იქ და რუსეთში ზედაპირული მომენტებია რომ რუსეთში დააპატიმრეს ვიღაც აზერბაიჯანელები იქ ერთი კაცი შემოაკვდათ მერე ალიევმა ადგა და შეიძლება საერთოდ კავშირში არ იყვნენ ის რუსები ამ თემებთან, მაგრამ ძალიან მკაცრად დაანახა რომ ის მზად არის ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რასაც რუსეთს დაახევინა უკან გარკვეულწილად და ეს დაძაბულობა ამ ფონზე აი ეს შენარჩუნდა. არ მოყვა გაგრძელება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აზერბაიჯანმა დაანახა, რომ ის ყველა რაღაც ნაბიჯზე ძალიან მკაცრად უპასუხებს. და სხვათა შორის რუსეთი ისევ იმავე მეთოდს იყენებს, ჩვენ ეს მეთოდი არაერთხელ გვიწვნევია ჩვენს ტყავზე. გადაკეტან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, უცებ აღმოაჩენენ ხოლმე რომ იქ რაღაცეები არის თურმედი, ახლა დიახ და იქიდან გამოუშვა. ანუ ეს როცა არ იცვლება მხარეები ბატონ ლევან, რა მოტივი შეიძლება იყოს და რეალურად რა ხდება ამის უკან, იმიტომ რომ ეს სქემატურად ჩვენ ანახი გვაქვს უკვე როგორც ხდება. მე ამაზე ხაზი გავუსვი, რუსეთის შესუსტების ფონზე, იქაც სხვადასხვა ძალებია, ზოგი deep state-ს რო მარტო ამერიკაში კი არ არის deep state-ი, ყველგან არის და ყველა თავის რა თქმა უნდა, ყველა ის თავისი, რომელიც არ ჩანს მოქმედებები მიმდინარეობს. ასე რომ მე ჩემი ვერსია მინდა გითხრათ, რაც ეყრდნობა გარკვეულ ანალიზს, რომ რუსეთს ჰქონდა გადაწყვეტილება
გადაწყვეტილი გარკვეული მექანიზმებით დაწყებულიყო პოლიტიკური ცვლილებების პროცესი აზერბაიჯანში და ამას რა თქმა უნდა აზერბაიჯანმა ძალიან მკაცრად უპასუხა. ძალიან მკაცრად უპასუხა. ხა შეფასებები ერთი მხარეა ჩვენ ავდგეთ. კი ბატონო, ჩვენ ავდგეთ უბრალოდ ანალიზი გავაკეთოთ, რომ დავინახოთ რა სურათი გვაქვს, რა რეალობაში ვიმყოფებით. ეს ერთი ამან კიდევ უფრო დაასუსტა მინდა გითხრათ რუსეთის პოზიცია. აი ამის შედეგად ეხლა უბრალოდ შენელებულია ეს მომენტები აი რაღაც უხეშ ჩარევებს თავი გაანებეს იმიტომ რომ ორივე მხრიდან მოყვებოდა ამას ძალიან მძიმე შედეგები არა მარტო რაც თქვენ ბრძანეთ რომ იქ რაღაც პროდუქციის იმას შეაჩერებდნენ აზერბაიჯანთან ექსპორტს ან გამოყრიდნენ როგორც ქართველები გამოყარეს 2008-ში გახსოვთ გამოყრიდნენ იქ ბაზრებიდან სავაჭრო ცენტრებიდან აზერბაიჯანელებს თქვა გამოყრიდნენ და იგივე აზერბაიჯანი შემდგომ უამრავი რუსი ბიზნესმენია იქ და ბიზნესი და ინვესტიცია ჩადებული მარტო ლუკოილი რო ავიღოთ ნავთობის სფეროში, თქვათ იმათ შეავიწრობდნენ. ასე რომ ამ მომენტებს და ეხლა თავი გაანებს. რო იტყვიან ერთმანეთს ეს მუსკულები და მუშტები დაანახეს და ამით გაჭერდნენ. ხა ესა გვაქვს დაძაბული სიტუაცია, გვაქვს სიტუაცია თქვათ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეხლა ნახოთ სომხეთში რა ხდება, რომ მეორე ნაწილში. ესე იგი სომხეთის ნაწილში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია. ხა თუ ავიღებთ პაშინიანს პრემიერ-მინისტრი სომხეთისა, ხო? სომხეთის პრეზიდენტმა გადადგა არაორდინალური ნაბიჯები, რომელიც სომხური იდეოლოგიაში არ ჯდება. ეხლა სომხური იდეოლოგია როგორ იყო? ეს არის აი ვილიკაი არმენიას რო იძახიან, რა დიდი სომხეთი, სადაც ყველაფერი სომხეთის არის. ხო, ნუ რაღაც მიახლოებით, აი ამ რაღაც მოსაზრებას საერთოდ იგნორირება გაუკეთა და მან დაიწყო პრაგმატული შეხედვა. ნუ იმიტომ რომ ეხლა რუსეთმა გვერდში არ დაუდგა და ვერც დაუდგებოდა პუტინმა პირდაპირ თქვა რომ ეს არის ტერიტორია აზერბაიჯანის და მანამდე არ იცოდა, ხო? არ იცოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ხო დალაგება უნდა. მოდი ვთქვათ, ყოჩახ ჰეიდარ ალიევს და საერთოდ ელიტას აზერბაიჯანს, რომელმაც თვითონ მოსკოვში დაალაგა. თვითონ სომხებიც კი მხარდამჭერები იყვნენ იმან ილხამ ალიევმა, რომ სომხებიც კი მხარდაჭერი იყვნენ მოსკოვში წარმოჩენილი ესეთი გავლენიანი სომხებიც, რომ იმისი ყარაბაღის პრობლემა მოგვარებული იყო, ისე დონეზე იმუშავეს. ეს მათი დამსახურება ჩვენი ჭკუის სასწავლებლად იგივე რომ ვთქვათ. ამიტომ როცა ვამბობთ ჩვენ აი სომხეთის მიმართულებაში პაშინიანმა შეცვალა ეს ვექტორი და პრაგმატულად მიუდგა. იმიტომ რომ თუ კი ავიღებთ ყარაბაღს, ეხა აი წყენის მომენტს ვიძახთ, ხო ბევრი დიდი რაოდენობა სომხებისა ნაწყენები არიან, მაგრამ შევხედოთ რეალობას. ყარაბაღი იყო აი რაღაც განუვითარებელი რეგიონი, ვერაფრით ვერ განავითარეს. იქ ყარაბაღში სომხებმა, როცა სომხები აკონტროლებდნენ, ინვესტიციები ვერ განახორციელეს, მათ დიასპორამ შტატებში თუ ევროპაში არაფერი ფაქტიურად არ გააკეთა, საწარმოები არ განავითარა, ხალხი არ ცხოვრობდა, გაცარიელებული სოფლები, ყველაფერი გაუბედურებული, რომელიც იგივე ჩვენთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, მიახლოებით ისე იყო. ვერაფერი ინტეგრაცია ვერ გაუკეთა, გარდა იმისა, რომ რაღაც აი ერთმანეთში, თქვათ იგივე ყარაბაღის კლანი გახდებოდა ხელმძღვანელი, თუ ვერ გახდებოდა, აი ეს დაპირისპირება იყო იგივე სტეპანაკერტსა და იმას შორის, ერევანს შორის, რა ესე რო ავიღოთ. ამიტომ მან ეს შეცვალა, წავიდა მოლაპარაკებაზე, რაზე გარიგდნენ ახლა მათი აქ რაღაც მერკანტილური მომენტები იყო, არ იყო, ბევრი რაღაც იწერება, რომ დიდი თანხები იქნა გადახდილი. ეხლა ეგ ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ უყურებთ რეალობა რა მოხდა. რეალობა გვაქვს ის, რომ პაშინიანმა პირდაპირ ურთიერთობა დაიწყო, მან ადგა და ურთიერთობა დაამყარა ერდოგანთან. ერდოგანი ეხლა საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, საკმაოდ დიდი გავლენები აქვს თურქეთს და მან დაალაგა ეს მომენტები, გარკვეული გარანტიებიც მიიღო დარწმუნებული ვარ. აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი თქვენ ამბობთ, რომ ფაშინიანმა დაალაგა. ფაშინიანი არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ასე დამოუკიდებლად ალაგებს. აი ვინ უნდა მოვიაზროთ ფაშინიანის უკან? მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მე მისი გამოსვლები მაქვს ნანახი სომხური არ ვიცი. გამოსვლები მაქვს ნანახი, ადამიანი როგორ მეტყოლებს, მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. როგორ მეტყოლებს, როგორი ემოციური მიმისა აქვს დამოკიდებულება, ჟესტიკულაცია, მიმიკა არის ეს ის ლიდერი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს. და როგორც ფსიქოლოგს, მეც ფსიქოლოგი ვარ, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი ვარ და მინდა გითხრათ პირდაპირ ესეთი რა ფსიქოლოგიურ დასკვნებს პოლიტიკური ლიდერები არ ექვემდებარებიან და ჩვენ ხონდა ხო მე ხა მოგიყვანთ მაგალითს სწორედ და ძალიან მარტივი რა როცა გიჟი ყავდა საქართველოში ქვეყნის ხელმძღვანელი და ნომერ პირველი პოლიტიკოსი იყო და ყველაფერის შველელი
ეხლა ეს თქვენი დასკვნა შემიძლია ფსიქოლოგების იგივე დასკვნა დაგიდოთ, სადაც პირდაპირ არის რომ რა გადახრები ქონდა, იგივე პარანოისა და სხვადასხვა ფსიქიური დაავადების ფსიქიატრიული შემთხვევა ქონდა. სააკაშვილის სახით. და ეხლა ვთქვათ, რომ ეს ერთი მაგალითი. ამიტომ ჩვენი რაღაცა შეფასება ქვეყნის ლიდერისა, მოგწონს არ მოგწონს და შეიძლება ბოლომდე წლად გიჟი იყოს. და მე სააკაშვილის მოქმედებები იყო ლოგიკური, ვთქვათ, სადაც. აქ მეორე მომენტია, ხალხი როგორ მიიღებს მაგას და რა პროპაგანდა მიდის და რამდენად დააჯერებენ, ხომ? ამიტომ პაშინიანს ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ის რბილი შეფასება შეიძლება მიეცეს. ლიდერი როგორ არა ეს ვერაფერი ვერ უქნეს. პაშინიანს გამოადგა, ესე იგი, ის მხარ უიტყვიან, რომელსაც რამდენჯერ მოუწყვეს გადატრიალების მცდელობა იყო, ვერაფერი ვერ უქნეს. პოლიცია შეკრა, დასავლეთის მხარდაჭერა მას აქვს, რუსეთის ის მხარდაჭერა ვერ მიიღო, რომელსაც სომხეთი ელოდებოდა და ეს ვექტორი ამანაც მთლიანად შეცვალა. არა მარტო საფრანგეთისკენ და დასავლეთისკენ. მე დარწმუნებული ვარ ეხლა ის განაცხადი, რომელიც სომხეთმა შეიტანა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუკეთონ, დარწმუნებული ვარ ამას საკმაოდ სწრაფად მიიღებენ, ვიზა ლიბერალიზაცია სომხეთს მისცემენ და მათ თავიანთი ლობისტებიც აყავთ, ეს მალე გადაწყდება. ყველა შემთხვევაში ესეთი პირი უჩანს ამ საკითხს, მაგრამ მეორე მომენტი რაც მან შეძლო, მან დაალაგა ერდოგანთან საკითხი. ვერავინ ვერ დაალაგა და მას აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობები და როგორც ჩანს, მან მიიღო საკმაოდ დიდი გარანტიები, რომ თურქეთთან მას სიტუაცია დაალაგებული ექნება. ამის შემდეგ რას ნიშნავს ბატონ ლევან თურქეთთან სიტუაციის დაალაგება და როცა ის არ ახსენებს გენოციდს, გასაგებია, რომ სხვაობა თურქეთს რა პრეტენზია უნდა ქონდეს. იცით რა ეს გენოციდის თემაც როგორია, იცით იყო გენოციდი, არ იყო. ეს სხვა საკითხია, მაგრამ სომხეთში ხო იყო ეს დამოკიდებულება, რომ ეს გენოციდი აღიარება. მან მთლიანად ვექტორი შეცვალა. აი ის რაც იყო, რაღაც პარადიგმა თქვა სომხური ამ დიდი სომხეთის და იდეოლოგიის და ასე შემდეგ, მან აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა და დაიწყო ესეთი პრაგმატული მიდგომა და ეხლა თუ ერდოგანს დაუწყებდა რომ თქვენ გენოციდი ჩაგვიტარეთ და აღიარეთო, ლაპარაკი არ შედგებოდა. კი ბატონო, ეს ისეთი კოზირი იყო, რომელიც როგორც კი მან დამალა. ეს იყო რაღაცა მექანიზმი, ვითომ აი რო არ დალაპარაკებოდი, რუსეთთან ყოფილიყავი და მან მთლიანად შეცვალა ეს, მას არ აინტერესებს ეს ამბავი, რო შევხედოთ, მან დაალაგა რა, ანუ სომხეთმა მიიღო და პიროვნულად მაგან მიიღო ის გარანტიები, რომ იმას ხელს ვერავინ ვერ ახლებს და რუსეთის ჩარევას, რომ სომხეთში იმასთვის ფაშინიანს თუ სომხეთს ფაშინიანსაც და ფაშინიანს ფაშინიანის სომხეთს გულისხმობ, ეხლა რაც გვაქვს. ამიტომ ერდოგანისგან ისეთი გარანტია აქვს მიღებული, რომ რუსეთის ჩარევის განეიტრალების მექანიზმები მიიღო. თან კიდე ანალოგიურად იგივე შეხვედრები, რომელიც ჩატარდა მანამდეც და ეხლა კიდე ფაქტიურად შუამავლების გარეშე, ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი არ იქნებოდა შუამავალი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები დასხდნენ და ფაქტიურად სამოქმედო გეგმა, აი რო იტყვიან ეს რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად და რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ზანგეზურის კორიდორის გასახსნელად. აქ უკვე გლობალური თემა მოხდა და მინდა გითხრათ, ეხლა როცა ჩვენ შევხედავთ ამას, ხო? აი რაც გეოპოლიტიკური ჭრილში რო შევხედოთ, სომხეთში რა მოხდა, აზერბაიჯანში რა მოხდა, ირანის უკან დახევა, სხვადასხვა იმაში ხანკენდიში ესე ქვია ხო აი რამდენი შეხვედრა იყო პაზეშკიანიც იყო ირანის პრეზიდენტი და იქ უნდა დააკვირდეთ ნიუანსებს, როცა ალიევი ეუბნება, რომ ჩვენ ხო თურქულად ვლაპარაკობთ ყველაო, ეთნიკურად თურქი, აზერბაიჯანელი პრეზიდენტი ირანის, ხო? და თუ გნებავთ აგერ სახლს მოგცემთ რა ყარაბაღში და ეხლა შეიძლება შაყერის თუ რაღაცის დონეზე ეს ხაზგასმა არის იმისა რა პროცესები მიმდინარეობს. ეხლა მინდა ამაზე გადავიდე, რომ შევხედოთ თლიანობაში რა რეალობა გვაქვს ჩვენ. რუსეთისა და ირანის შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა ძალიან ძლიერი ხდება. თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლეს ის, რომ ირანის გავლენა არა მარტო რაღაც ამ ომების შედეგად შეასუსტეს, რელიგიურ დონეზე შეასუსტეს. ფაქტიურად ეს ქვეყნები, რომლებიც იყოფოდა შეიტურად და სუნიტურად, თურქეთი და აზერბაიჯანი ძირითადად შეიტური არის და თურქეთი სუნიტური, ხო და ადრე ეს იყო. ადრე ეს იყო. განხეთქილების ვაჟი. ხო, მაგალითად ჩახაბასი ეთნიკურად ისა თურქი იყო, მაგრამ შიიტი იყო და წინ რო თურქეთთან ომი რო უწყებ ოსმალებთან რო ომი რო ჭირდებოდა, გამოდიო რომ ჩვენი მუხამედის სიძის ალის სახელით, მის სახელით უნდა სისხლი დავყაროთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. მიახლოებით ეგეთი მიმართვები იყო, აი რა როგორ იყო რელიგია აყვანილი. ეს შენარჩუნებული იყო 90 წლებშიც კი ეს მომენტი. ალიევმა, ილხამ ალიევმა შეძლო მთლიანად გარდატეხის შეტანა რელიგიური თემა იქ არის მოხსნილი. დგება საკითხი, რომ ჩვენ ვართ
ერთი ერი თურქეთი და აზერბაიჯანი ერთ ენაზე მოლაპარაკე ორ სახელმწიფოში მაცხოვრებლები. ეხლა რო ამას შევხედოთ, ამას უკვე მიუერთა შუა აზიაც. და დიდი თურანის თემა ეს არ არის, ეხლა დიდი თურანის თემა ეს არ არის უკვე რაღაც ის მონაგონიან ეფიმერული რაღაცა ფანტაზიები თუ გნებავთ, ესე არ არის. დიდი თურანი რეალურად არსებობს. ის მოიცავს თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანის ნახევარი, 22 მილიონია აზერბაიჯანელი თურქულენოვანი ცხოვრობს. იქეთ არის შუა აზია ოღონდ იმის გარეშე ტაჯიკეთის გარეშე, რომელიც ძირითადად არის სპარსულენოვანი, ნაწილი ავღანეთის, ნაწილი პაკისტანის და იქეთ გადადის უკვე ბაშკირეთი, ისა რა ქვია, თათრეთი, თურქეთის და ბოლომ ხაკასიამდე და იაკუტიაც კი, იაკუტებიც კი თურქეთი. ეხლა უყურეთ რა მომენტია. ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწოდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, იმიტომ დიდი თურანის თემა ძალიან საინტერესოა, დაგველოდეთ. ბრუნდებით გადავაგდოთ საუბარ ჩვენ სტუმართან ლევან მამულაძესთან ერთად. ბატონო ლევან, ჩვენ წლების წინა თქვენ მართალი ბრძანეთ, ეს დიდი თურანის პანოსმალური იდეა მაინც რაღაცა ცოტა ფანტაზია გვეგონა და წარმოსახვა თურქეთის, მაგრამ ეს ალბათ უფრო საზოგადოებრივი აზრის მომზადება იყო. ამისკენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ დაიწყო ეს ყველაფერი ერთი ხალხი ორი სახელმწიფო, თურქეთი და აზერბაიჯანი, შემდეგ ერთი ხალხი 6 სახელმწიფო და წლების განმავლობაში ამ 6 სახელმწიფოს შორის შუა აზიის 4 და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რაღაც მთელი რიგი მოლაპარაკებები, მათ სასწავლო სახელმძღვანელოების ჰარმონიზაცია გააკეთეს, განსაკუთრებით ისტორიალი და ვისაც იდეოლოგიასთან არის კავშირში და ჩვენ ეს რუკები გვინახავს და ამ რუკებზე საქართველოს ნაწილიც არის შეტანილი, მათ შორის შეტანილი არის ასევე სომხეთიც. მე ამიტომ რაღაც ფაშინიანზე ცოტა არ დაგეთანხმեցავით კი არა, უფრო ცოტა დამაზუსტებელი კითხვები დავსვი. მე მისაუბრია სომეხ პოლიტოლოგებთან, წლების განმავლობაში მე ვიწერდი მათ აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც და მათ ყოველთვის ეშინოდათ თურქეთის და ირანის, როცა არ იქნებოდა რუსეთი მათი დამცველი. ისინი ამას პირდაპირ ამბობდნენ, ესენი პოთ შეგვიერთებენ. სომხეთი რამდენად არის დაცული, სომხეთის სახელმწიფოებრიობა. ჩვენ იგივე ზანგეზურის დერეფანზე შეიძლება ფაშინმა მიიღო გარანტიები, რომ შეენაჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ვიცით თურქეთს უნდა რომ ზანგეზურის დერეფანში ტვირთები არ გააკონტროლონ სომხურმა მხარემ და უბრალოდ გაატარონ და არ გახსნან. ეს არ არის სუვერენიტეტის შელახვა? რაც შეეხება დიდი თურანის და პანთურქიზმის თემატიკას, ეს აბსოლუტურად რეალურია. ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ რაღაცა თვითონ სასწაული ხდება. ეს მომენტი ყოველთვის არსებობდა. თურქულენოვანი ხალხები ძალიან ბევრია. იგივე შორეულ აღმოსავლეთიდან შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში და აქეთ უკვე კავკასიაში და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ამიტომ მათი ეს ისე კი არ უნდა წარმოიდგინონ, ერთი სახელმწიფო შეიქმნება. თურქეთი ლიდერია ამ ამბავში თვითონ იქნება სტრატეგიული, ეკონომიკური პირდაპირი დაკავშირების საშუალება, მათ უნდათ რომ რაღაცა კავშირები გააჩნდეთ, პირდაპირი ურთიერთობა ზანგეზურის თემაც უკავშირდება ამ საკითხს. სხვადასხვა პაშინიანმა ძალიან ესე იგი პრაგმატულად მიუდგა აქაც, მე კი არ ვაკებ პაშინიანს, მე სხვადასხვა დიდად რამე სიმპათია არა, უბრალოდ უყურებ რა ხდება რა. ესე იგი იქ იყო მეორე მომენტი. როცა დადგა ახალი პრეზიდენტი ირანში, დაიწყო მოლაპარაკება, რომ ზანგეზურის ნაცვლად ირანზე გაეარა ნახჭევანსა და თურქეთი, ნახჭევანი, აზერბაიჯანი დამაკავშირებელი ხაზი და ამას თუ არ გააკეთებდა პაშინიანი, ირანთან მოილაპარაკებდნენ და შეძლებდნენ ამის გაკეთებას. ასე რომ მან შეხედა სხვა გამოსავალიც არ იყო, მან გარანტიებიც აიღო და სამშვიდობო მოლაპარაკებასთან ერთად ზანგეზურის კარიდორის გახსნასთანაც არის უკვე ამაზეც არის საუბარი. ანუ აი ეს დიდი გაერთიანება, თურქეთის, აზერბაიჯანის დაკავშირება, შუა აზია და ასე შემდეგ, ეს იწვევს თურქეთის საკმაოდ სერიოზულ გაძლიერებას კავკასიაში. ეს აგვაქვს ჩვენ ფაქტი. ჩვენ ასევე ისიც არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ადრე ხდებოდა, რომ ეხლა უცბად ეს თუ მოხდა, უნდა ჩვენ ესე იგი რაღაც საშინელი საფრთხეები გვაქვს და სომხეთის თქვათ ის სუვერენიტეტს გააუქმებენ, საქართველოს პრობლემას შეუქმნიან. ვიცით როგორა ეს სუვერენიტეტი საერთოდ აბსოლუტური სუვერენიტეტი არ არსებობს და ეს ბალანსის ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენ რაღაცას თმობ, რაღაცას იძენ, ეგეთი მომენტი. ამიტომ
ჩვენ ამას უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რომ ეს არის რეალობა და ამ შემთხვევაში სომხეთმა თავისი გზა ნახა, ის უფრო მეტად ინტეგრაციულად ჩაერთვება ამ ამბებში. იმან შეიძლება რაღაცა დათმოს, მაგრამ რაღაცას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთების მოძრაობა გაიზრდება, არის ლაპარაკი იგივე ჩვენც ამ პროცესში ვარ, შუა დერეფანში სომხეთი უკვე თავის სატრანზიტო ფუნქციას აიღებს, ეს უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ეს არის რეალობა და ამას აქცევს პაშინიანმა რა გააკეთა, ანუ სომხეთის ფაქტორი, როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, გახადოს იგივე სომხეთის გარკვეულწილად თუ გნებავთ უსაფრთხოების გარანტი და ასევე ეკონომიკური გაძლიერების ფაქტორი. რეალობა, აი ყველა მიმართულება აქეთკენ არის გადადგმული. ეხლა რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას რა, ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენთან რა ხდება. ეხლა მე ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ჩვენ სიტუაცია შეგვეცვალა კავკასიაში, რუსეთის ფაქტორის იგნორირება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, არც ერთ შემთხვევაში. ხა რატომ? ჯერ ერთი რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები სომხეთზეც. მიუხედავად იმისა, რომ ხა სომხურ ეკლესიას შეუტია პაშინიანმა, იმიტომ რომ თulis რომ ეს არის რუსეთის საყრდენი, მიუხედავად ამისა, ბიზნეს გადახლართვა, ეს ერთი მეორე რომ ავიღოთ სომხეთში აქვს სამხედრო დიდი ესე იგი შენაერთი ბაზა აქვს რუსეთს კავკასიაში სომხური ბაზა არის ერთი ბაზა არის და რაც შეეხება ესე იგი გავლენის თვალსაზრისით ეკონომიკური გავლენის ფაქტორები საკმაოდ ძლიერი აქვს ეს ერთი მეორე იგივე აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც ეკონომიკური გადახლართვა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საკმაოდ მაღალია და ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენ კიდე ამხელა საზღვარი გვაქვს ჩვენ რუსეთთან რა ამიტომ ესეთი რამ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს რეალობა უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში საქართველოს რა ფუნქცია რჩება და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება მე მქონდა ამასწინათ შეხვედრა რუს ექსპერტებთან სპეციალისტებთან რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და მინდა ვთქვა ესეთი რამ რასაც თვითონ რუსები იძახიან ეხლა მოგვეწონება არ მოგვეწონება ესეც რეალობაა რუსეთი გადართულია ეხლა უკრაინის ნაწილზე უკრაინის ფრონტზე რომ მან შეძლოს ესე იგი საკითხების მოგვარება იქ და დაამთავროს ეს პროცესი და ეხლა როგორც ხედავთ ეს ამერიკის მონაწილეობა ევროპის მონაწილეობა არ სუსტდება მიუხედავად იმისა რომ განცხადებები იყო ტრამპისა ესეც შეგვიძლია განვიხილოთ მაგრამ ყველა შემთხვევაში ესე იგი გავლენა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არ სუსტდება არც დასავლეთის მთლიანობაში არც ევროპის და არც შეერთებული შტატების ასე რომ რუსეთის აქცენტი გადატანილია იქეთკენ ეხლა ის ფრონტზე გარკვეულ შედეგებს აღწევს და ამის დათმობას არ აპირებს მაგრამ სანაცვლოდ გარკვეული სისუსტეები გამოიჩინა კავკასიაში რუსი ექსპერტები პირდაპირ ამბობენ აი კი ბატონო ჩვენ შევსუსტდით კავკასიაში მაგრამ რა იქნება SVO-ს რასაც ეძახიან სპეციალური სამხედრო ისა რა ქვია ღონისძიება ხო რასაც ატარებენ იმაში უკრაინაში ხო რა იქნება ამის შემდეგ ანუ როცა მოიცლის რუსეთი შემოტრიალდება ესე იგი კავკასიაში და რა ფორმით შემოტრიალდება ეხლა ჰუმანიტარულ დახმარებას ის არ გამოაგზავნის და იმას კოცნას არ გამოგვიგზავნის ხო ჩვენ გვაქვს ესე იგი მოსალოდნელი პრობლემა მთლიანად კავკასიაში რუსეთი როცა მოიცლის კავკასიაში გავლენის დაბრუნება შეეცდება ეს არის ფაქტი ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ესეთ შემთხვევაში ერთი გარემოება რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეს არის რუსეთთან საზღვრები და ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები რომელიც პირიქით გაგვაძლიერებს და საფრთხეს არ შეგვიქმნის. ჩვენი გაძლიერება როგორ შეიძლება, ეხლა ძალიან მარტივი თემაა ესეც, სირთულე ამაში არაფერი არ არის. ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევძლოთ, რომ ის გაძლიერება, რაც თურქეთმა გააკეთა, ისიც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ის სისუსტე, რაც რუსეთმა, ესე იგი კავკასიაში უკან დაიხია, ესეც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ანუ ისეთი ბალანსი დავიჭიროთ, რომელიც საქართველოს გააძლიერებს.
გაძლიერებს. პირველ რიგში რისი გაკეთება შეიძლება? თურქეთთან ურთიერთობა უნდა განვითარდეს და რა თქმა უნდა მათთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი რკინიგზის დამაკავშირებელი ხაზი, ენერგეტიკული მაგისტრალები, ყველაფერი ეს გადაბმულია პორტები და ასე შემდეგ და ჩვენ ამ კავშირში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. რუსეთთან უნდა დავიწყოთ უფრო მეტი ეკონომიკური ფაქტორების გამოკვეთვა. ანუ თურქეთის გავლენა თუ გაიზარდა, ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ დღეს ლაპარაკია ეკონომიკურ ფაქტორებზე, არა გეოპოლიტიკაზე, არა გეოეკონომიკაზე. ჩვენ გეოეკონომიკაში უნდა გადავიტანოთ ყველა ის მომენტი, რომელიც საქართველოს გააძლიერებს. დღეს ჩვენ რა ბერკეტები გვაქვს? უნდა გაიხსნას აუცილებლად გზა ცხინვალის მიმართულებით. უნდა გაიხსნას, აი დავამთავრებთ, უნდა გაიხსნას გზა, აგერ გადაჭედილია ლარსი. რაღაცას აი როგორ აი პროპაგანდაში ვართ მოქცეული, რომ თითქოს ჩვენ თუ ნაბიჯი გადავდგით, ესე იგი ნიშნავს რუსეთის შეერთებას. ეს არის ის პროპაგანდა, რომელსაც აი ბოდეში და სულელებზე ხდება ამ გავლენის მოხდენა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ბალანსის დაჭერა, რომელიც გაგვაძლიერებს. ცხინვალთან ინტეგრაცია და დაკავშირება. აუცილებლად თუ ინტეგრაციული პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩვენ არ დავიწყეთ, აი სწორედ მაშინ დაიკარგება ეს ტერიტორიები, როცა სხვა გაუკეთებს აბსოლუტურ ინტეგრაციას. იგივე რუსეთი. არის ახლა რუსეთი თვითონ დაინტერესებულია გაიხსნას, თქვა თბილისის ცხინვალის გზა, უნდა გაიხსნას, რომელიც შემდეგ როკის გვირაბზე გაგვიყვანს და ამ ინტეგრაციაში ჩაერთვება იგივე ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, რკინიგზა, საავტომობილო კავშირი, სოხუმი, თბილისი, სოხუმი, ზუგდიდი, თბილისი და რკინიგზის გავლა, რომელიც ტვირთებს დაძრავს არა მარტო ჩვენი პორტებისთვის, არამედ ასევე აი ის კორიდორი, რომელშიც ახლა სომხეთი ერთვება, ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი კორიდორი, ეს არა მარტო რომელიც ადრე აზერბაიჯანზე უნდა გასულიყო. არა მარტო აზერბაიჯანზე გადის, ის მუშაობს ეს თემა, ეს პროცესი არ გაჩერებულა, პირიქით ეს უფრო გააქტიურდება ახლა, იმიტომ რომ აზერბაიჯანი თურქეთის სანქტ-პეტერბურგი, ისა ბანდერაბასი, მუმბაი, ეს ხაზია, რომელიც ინდოეთთან კავშირს, ესე იგი აფიქსირებს, ინდოეთი რეგიონში შემოვიდა უკვე. მინდა ერთი მაგალითი გითხრათ, თურქეთმა, ეს საინტერესო ფაქტორია, თურქეთმა სამხედრო იარაღის შეძენა დაიწყო ინდოეთისგან. იმან ბოდიში სომხეთმა შეუკვეთა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იმაში ინდოეთს. ესეთი შემთხვევა კავკასიაში არ ყოფილა და ეს კიდე ცალკე მიმართულებას აძლიერებს. ასე რომ ეს მთელი კომპლექსი როგორ უნდა განვიხილოთ? ჩვენ რაღაცა ეს აუცილებლად უნდა გკითხოთ. აი თქვენ თქვით და კი ბატონო, ეკონომიკურად ეს ნამდვილად მომგებიანია და ჩვენთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი არის და პოლიტიკურადაც გზაჯვარედებმა გაიაროს საქართველოზე და არა აზერბაიჯანზე. და იყო ჩვენი გზა და ეს დერეფანიც ფუნქციონირებდა ჩრდილოეთი სამხრეთ-ჩრდილოეთი. მაგრამ უნდა გაიხსნას და უნდა დაიწყოს ინტეგრაციული პროცესები გეთანხმებით. ოღონდ რაღაცა ამას როცა ხსნი, ეს ჩვენთვისაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რუსეთისთვის ახლა ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, რომ არანაკლებ თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის აი ამ დერეფნების გახსნა და სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერება და ჩრდილო კავკასიის უკეთ კონტროლისთვის მას სჭირდება ვიღაც ამ სამხრეთ კავკასიაში. რაღაცა ხო რუსეთმაც უნდა დათმოს ამისთვის, არა? ეს ჩვენ ამას დავარქმევთ პროპაგანდას, დავარქმევთ ამას ემოციას, მაგრამ რთულია ხო აი დევნილები, რომლებიც არიან ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან მათ უთხარო ჩვენ აი ამაზე ფულს გავაკეთეთ, მაგრამ შენ კვლავ ვერ არის ეს ემოციური ურთიერთობა ადამიანებში, შენ კვლავ ვერ ნახავ შენ სახს, ვერ ჩახვალ და ვერ ჩემი ახლობლების საფლავზე გახვალ, ხო? აი ეს უხერხული მომენტები არის, რომელსაც ჭირდება მოგვარება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტები, მინდა დაგეთანხმოთ და ამიტომ ამ პროცესის დაწყების გარეშე მაგამდე ჩვენ ვერ მივალთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რა არის? თუ კი ავიღებთ ახლა ისე გლობალურად თუ შევხედავთ, პირდაპირ უნდა ითქვას, შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა თურქეთს დაუთმეს აქტიურობა კავკასიის რეგიონში და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ შეერთებული შტატების და იმის აქტიურობა ევროპის რაღაცა ფორმით კავკასიაში იქნება ეკონომიკური, მაგრამ არა პოლიტიკური. აი მეაქციეთ ყურადღება, ასე რომ თურქეთი მიუშვეს, ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა და ვერაფერი ვერ გააკეთა, თურქეთმა გააკეთა. თურქეთი დღეს კავკასიაში არის ლიდერი ქვეყანა. მოდი ესე ვთქვათ, ეს არის რეალობა. მეორე მომენტი, რუსეთი არსად არ გამქრალა. მისი საზღვრები არსად არ
წავა. თქვენ სწორედ გავუსვით ხაზი, რუსეთს დღეს ჭირდება რაიმე ფაქტორით გავლენის შენარჩუნება კავკასიაზე. თუ ეს ჭირდება პირველ რიგში საქართველოა. ჩვენ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, იმიტომ უნდა გადავდგამთ, რომ რუსეთმა თვითონ გადმოდგას ჩვენთვის საჭირო ნაბიჯები. ანუ პირველი ნაბიჯის ის ჩვენ გვაქვს. იცით რა, აი მე საერთოდ უყურებ ესეთ რამეს, აი ძალიან აბსურდულად. პირველი არა პირველი. პოლიტიკა ნიშნავს საერთოდ კომპრომისების ხელოვნებას და ჩვენ ახლა ველოდოთ ვიღაცას პირველი ვინ გადმოდგამს და შეიძლება არ გადმოდგამს. იგივე deep state ხო არის არა, ყველაფერი deep state-ს რო ეძახი. ხო რუსეთშიც არის ეგეთი რამე. და ჩვენ გავხსნა და არაფერი არ მოგცეს სამაგიეროდ. ესე ვერ გავხსნით, ეს ორივე მხრიდან უნდა გაიხსნას. ეს ცალმხრივად ვერ გაიხსნა. აი ხა მაგალითს გეტყვით რა. არა, სამაგიერო არაფერი მივიღოთ. სამაგიერო რა არის? ხა მე გეტყვით სამაგიერო რა არის? როგორ არის? ეს უნდა იყოს გაწერილი ეტაპობრივად. როგორ აი ხა მარტივად. აი მე გავაკეთებდი აი ერთ კვირაში. გავხსნიდი ცხინვალი თბილისის საავტობუსო მიმოსვლას. პირველი რასაც გავაკეთებდი. სიტუაცია ამისთვის მზად არის და აი ჩვენთან არ ვიცი ხა ხელისუფლება რას უყურებს ამ ავტობუსის ეხლა გეტყვით ერთიც მე გეტყვით იმიტომ რომ ასევე მქონდა საუბარი ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან იყო ამის საშუალება და მინდა გითხრათ რომ ისინი აი ძალიან საინტერესო ფრაზა ითქვა რა იგივე ცხინვალელების მხრიდან რომ მიუხედავად კონფლიქტებისა იგივე ოსი და ქართველი მოსახლეობა ანტაგონისტურად შინაარსობრივად განწყობილი ერთმანეთთან არ არიან. ანუ კი იყო პრობლემები, მაგრამ ანტაგონისტურად განწყობილება რას ნიშნავს? ერთი რელიგია, ერთი კულტურა, ერთნაირი საჭმელი, ერთნაირი სასმელი, ერთნაირი ტრადიციული მიდგომები, ესეთი ინტეგრირებული ხალხი, როგორიც ოსები იყვნენ, ქართულ, აი რეალობაში არავინა ესე ყველაზე მაგრად ინტეგრირებული. ეს არის რეალობა. ამიტომ მე დღემდე ვერ ვარჩევ სხვათა შორის. ქართული გვარები და რა ვიცი, რა საერთოდ რაფხელა აბსურდი იყო, ავყოლოდით იმ პროვოკაციას, რასაც ავყევით რა. აღარ მინდა მაკეთკენ გადავიჭრა. ამიტომ ერთ კვირაში გავხსნიდი. პრობლემა არ არის. მოლაპარაკება საჭიროა მოსკოვთან დაველაპარაკებოდი. რა პრობლემა გაქვს? მოდი გავხსნათ. იქ არიან მაგათი მესაზღვრეები, ჩვენი პოლიცია ასე შემდეგ. პირველ ეტაპზე რაღაც შეიძლება ცოტა რთულად წავიდეს, მაგრამ როგორც კი ეს პროცესი წავა და მერწმუნეთ რომ ამას მოყვება შემდგომ უფრო მეტი ნაბიჯები. რა კითხავთ? აი იქ გასაგებია იმათ რატო უნდა გახსნათ ჩიხია. აუ თქვათ ცხინვალის რეგიონი როგორ არ არის ჩიხი შვენიერი გზა აქ ხა უყურე გზაზე არ ვამბობ მიწოდება ხო უნდა იქ გვირაბიდან და აქ უფრო მარტივია კომუნიკაცია დანარჩენ საქართველოსთან უყურე ჩვენ არა გვაქვს ვიხდი დავამთავრებ ბატონებთან და მე აღარ შეგაწყვეტნებთ ჩვენ რომ გავხსნით აი ჩვენ აი მე თქვა დავჯექი იმ ავტობუსზე დავჯდები სიამოვნებით ხოთა შორის რას ვაკეთებ იქ აი დემს შეუძლია ვინც იქიდან გამოდიოდა დაჯდეს და რა რაკნას რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს რომ ადამიანებს შეეძლოთ თავის სახში წავიდნენ ყველა შემთხვევაში მოინახულონ და დაბრუნდნენ ეს ყველა პირობა აბა რას ნიშნავს ვიღაცა შეუშვენ დარჩნენ თუ უნდათ მაგრამ სანამ დარჩებიან ამას ჭირდება უკვე უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა ამას მოყვება ეხლა თქვენ რო იძახით ნაბიჯი გადმოდგას რუსეთმა სწორედ როცა უსაფრთხოების მექანიზმი შეიქმნება რომ ადამიანები цаრიელია იქ სოფლები цаრიელი ადამიანი ჩავა თავის სახში და ჯერ შეიძლება არ დარჩეს, მაგრამ მოუვაროს, გაწმინდოს, რაღაცა დაალაგოს და მერე უკვე დარჩენის პროცესიც დაიწყოს, ხო? ეგ სხვა მომენტი იქნება. იგივე აფხაზეთში ბევრი სახლი გაიყიდა. აი სოხუმში და გულრიფში და ის კარგი ადგილები რაც იყო ჩვენი მოსახლეობის, ხო? მაგრამ იგივე ის სამურზაყანო მთლიანად цаრიელია, ოჩამჩირე, გალი, არავინ არ ცხოვრობს იქ. მაგრამ ანტაგონიზმი უფრო დიდია აფხაზეთში ვიდრე ცხინვალის რეგიონში. ეს უნდა დავიწყოთ ჩვენ თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, ეს იქნება ჩვენი უგუნურობა და აყოლილი იმაზე რაღაც პროპაგანდაზე, რომ ვიღაცა ეხა ადგება და აი როგორ დონეზეა, იცით, გაგიკვირდება, გზა თუ გაიხსნა, ესე იგი რუსეთს შეუერთით. რაკეტები დაფრინავთ შემოძვირფაზე, ზებგერითი, რა ტანკის შემოყვანა და რა რკინიგზით იმის ჯარის ჩამოყვანა, დესანტები და რა ვინ ომობს ეხლა ისე, რომელიც იყო მეორე სოფლიო ომის დროს და ვითომ რკინიგზა თუ აი ესე დონეზე აცხოვრებენ ზოგ გაუნათლებელ ადამიანს რომ რკინიგზა თუ გაიხსნა და გზა თუ გაიხსნა თურმე რუსეთი ოკუპირებას ვერ გააკეთა ოკუპირებად რომ უნდოდეს ვერ გააკეთებს ამაზე არ დგას საკითხი ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის იცით ეხლა მე რასაც უყურებ ცოტა ეხლა ცხარეთ რატო ვამბობ ამას 2024 წლის ბოლოდან რუსეთმა დაიწყო ამ ტერიტორიების შინაარსობრივი ინტეგრაცია
აქამდე იმაში სოხუმში არც თვითმფრინავი დაფრინავდა და რკინიგზაც არ გაუხსნიათ. ანალოგიურად ცხინვალთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ თუ ამ პროცესში არ ჩავერთეთ დღეს სწორედ ის ხელსაყრელი ნიადაგია, როცა რუსეთსაც აწყობს და ასევე გეოპოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე თურქეთის ფაქტორის გათვალისწინებით, იგივე ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით. ჩინეთი ახლა ამას რატო ვაბავ თემას? აი დააკვირდით, ანაკლიაში პროცესი რატო არ დაიწყო? არაფერი არ ხდება ანაკლიაში, რატომ? იმიტომ არ ხდება, რომ ჩინეთმა მოიგო, ჩინეთს უნდოდა, მაგრამ მას გარანტიები ჭირდება. გარანტიები რატო დასჭირდა? იმიტომ რომ შეხედა ჩინეთი ომში არადროს არ ერთვება. შეიძლება ფული ჩადოს, მაგრამ ომში არ შეერთვება, პოლიტიკურ ნაწილში არ მონაწილეობს. ის ეკონომიკურ, ის აი როცა ვამბობთ გეოეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერია და არა გეოპოლიტიკის. აი მაგ სხვა ფაქტორი თუ ყვერებს, ეს მათი რო იტყვიან კონფუციანური ეს არის ფილოსოფია, მაგათი ესეთია, ხო? ამიტომ ჩინეთის ფაქტორი სხვა ანაკლის ამუშავება ჩვენ გვჭირდება, როცა ასევე რუსეთიდან სარკინიგზო ხაზი ამუშავდება. იქედანაც თვირთები წამოვა. ბატონო, აქ აუცილებლად მინდა ჩვენც 2 მაქსიმუმ 3 წუთი დაგჭა. თქვენ აი ბძანეთ, რომ რა კარგად თქვათ აი სწორი პოზიცია შეაფასეთ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მოქმედება, სომხეთის ხელმძღვანელის მოგდაალაგა. ჩვენ რას მოქმედებ და ჩვენი ხელისუფლება რა მე ჩვენი ხელისუფლების პოზიციის შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რაღაცა დროის ვერ ხვდები რატო გაყავთეთ დრო, ეხლა სწორედ ის მომენტია პირდაპირ გეუნებით. ეხლა ხელისუფლების ადგილას თუ მაგათ ვერ ახერხებენ, ჩვენ მოგცენ უფლება, ჩვენ გავაკეთებთ. აი პირველ ავტობუსს დავნიშნავდი ცხინვალი თბილისი. პირველ ნაბიჯს გადავდგამდი. რუსეთსაც მოველაპარაკებოდი, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასაც მოველაპარაკებოდი. აქ არ არის პოლიტიკურ ნაწილზე, ეს უნდა იყოს სუფთა კომერციული ხაზი. კომერციული რა კუთხით ბილეთის ფასის მიხედვით კი არა. ეს უნდა იყოს კომერციული ფირმების მიერ, გადამზიდავების მიერ, აი საავტობუსო მიმოსვლის გახსნა. პირველ ეტაპზე დიდი შეცდომა იქნება ყველა საკითხს, ინტეგრაციულ საკითხს დაუკავშიროთ პოლიტიკა. როგორც კი პოლიტიკას დაუკავშირებთ, იმ თუში პრობლემა მოსკოვსაც ექნება, იგივე ცხინვალის მხრიდან და სოხუმის მხრიდან. იმიტომ რომ აი პირდაპირ იტყვიან, თქვენ გადაგვაგდეთ, ჩვენ ეხლა სისხლი დავყვა, ეს ატრიალებენ ამ თემას. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, აი უმარტივესი საკითხებით დავიწყოთ და ამას მოყვება შემდგომ ტოლვილების დაბრუნება, სახლებში ჩასვლაც და ასე შემდეგ. თუ იქ მიმოსვლა არ აღვადგინეთ, ტოლვილები როგორ დავაბრუნოთ? ეხო მარტივი საკითხი არის. აი ეს მთელი კომპლექსია და ამას რატო ვამბობ, იცით? აი ამ ეხლა არის სწორედ ის მომენტი, ეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ. უამრავი პრობლემა გვიდგას წინ. გეოპოლიტიკური საკითხები, შიდა ეკონომიკური საკითხები, დაცარიელ და რეგიონები, აი პირდაპირ გეტყვით რა, ჩვენა გვაქვს ყველა მიმართულებით მომზადებული სამთვიანი რეფორმის გეგმა. ყველა ნებისმიერი თემა დაასახელეთ და გეტყვით. ჩვენი სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის გულისხმობ. ამიტომ ჩვენ პოლიტიკურ პლატფორმასაც ვამზადებთ ამის რეალიზებისთვის და ხელისუფლება თუ ამას რჩევათ მიიღებთ, ჩვენ ვიქნებით მადლობელი. თუ არ მიიღებენ, ჩვენ ბევრ ამას დავკარგავთ, იმიტომ რომ დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მოქმედებს. იქ თაობები იზრდება და ჩვენთანაც თაობები რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი მე ფაქტი ერთი ნიუანსი მოვიყვანე, რუსები იძახიან, აი უკრაინის თემას რომ მოვრჩებით კავკასიისთვის, მე მოვიცლითო და ჩვენ ის გვინდა რომ რუსეთის აგრესია მივიღოთ, თუ ის გვინდა რომ ჩვენ ტერიტორიებისთან დაკავშირებით ინტეგრაციული პროცესი დავიწყოთ და ეს აგრესია, რომელიც ამ მოთამაშეების მხრიდან შეიძლება იყოს, ეკონომიკურ ფაქტორებში გადავიტანოთ. გნებავთ პორტები იქნება, ჩtildeოეთის და სამხრეთის მარშრუტები იქნება, შუა დერეფნის გამოყენება იქნება, ჩინეთ იმის დაკავშირება ევროპის და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ფაქტორები ჩვენ გაძლიერებისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა ვიღაცების აი სისულელებს უნდა ავყვეთ რა. აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა და ხელისუფლებამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი მტკივნეული თემებია ყოველ შემთხვევაში. მაყურებელმა და მსმენელმა უნდა იფიქროს ამ თემებზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ იმ 28 საზოგადოებასთან ერთად თანაცხოვრება და თუ ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას საზოგადოების პასუხისმგებლობა, მე მგონი რომ მონახოს გზები აი ამ ურთიერთობის. აი არ შეგვიშალონ ხელი და მე გეუბნებით რომ აი ხელს თუ არ შეგვიშლიან, ძალიან მარე შესაძლებელი იქნება თბილისი ცხინვალის საავტობუსო მიმოსვლის გახსნა. ეს პირველი შეიძლება ნაბიჯიც იყოს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, სამწუხაროდ ჩვენ გაცეს პირველი ნაწილი დრო ამოიწურა. ჩვენ რეკლამის გამო ერთმანეთს ვემშვიდობებით და მალე დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.